როგორ უნდა გავაჩენოთ ახალი ტიპის ბაღი? რა არის ამისათვის საჭირო? ამის გაგება შევეცდები დღეს გორის რაიონის სოფელ თორთიზაში, სადაც კომპანია აგროკომის საცელნაკვეთში სადემონსტრაციო ბაღის გაშენება მიმდინარეობს. ღრმად არ ჩაირგოს, მთავარია ნერგი. გამარჯობათ. გამარჯობათ. კარგ დროს მოვედი. ნამდვილად კარგ დროს მოხვედით. ვაშენებთ ბაღს. ახალი ტიპის ბაღს, რაც მთავარია. ეს იქნება სადემონსტრაციო ბაღი, კომპანიის სადემონსტრაციო ბაღი, რომელიც გაშენებული იქნება 1 გექტარ ფართობზე. ან როგორც ხედავ, სპეციალურად აქ დატოვებული ძველი ტიპის ბაღი. ჩვენ ზუსტად ისე გავაკეთეთ ეს, რომ ჩვენ ნახევარი გავყავით ეს 1 გექტარი, ანუ ნახევარი გექტარი არის ძველი ტიპის ბაღი და ახალი ბაღი შენდება ნახევარ გექტარ ფართობზე. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ თვითონ ფერმერმა თვალნათლივ ნახოს ის სიახლე, ის ცვლილება, თუ რა სიკეთე შეუძლია ასეთი ტიპის ბაღს და რა პლუსები აქვს სხვა ტიპის ბაღებთან შედარებით. პირველ რიგში რა მაინტერესებს? ნერგი საიდან მოვიდა? ხო, ეს ნერგი არის იტალიიდან, ეს არის იტალიური ხარისხის ნერგი. თუ დავაკვირდებით ჩვენ ნერგს, აი მაგალითად ნერგს, აი ასეთი ტიპის ნერგს, აი ეს ხედავთ რომ თქვენ ეს ნერგი არის ასეთი აღნიშნები ნერგზე, აღნიშნავს იმას, რომ ეს ნერგი არის თავისუფალი ვირუსფრაი აწერია, არის მითითებული საძირე M9 327, მითითებულია კლასი, მწარმოებელი ქვეყანა და თვითონ ჯიში. ფუნჯა ფესვთა სისტემით ხასიათდება, დამყნობილი არის საძირის გადანაჭრიდან 30-35 სანტიმეტრზე და ხდება და ფორმირდება ხდება სანერგეში როგორც ორწლიანი ნერგის და სანერგე მეურნეობა უკვე ჩვენ გვაწვის ასეთი ტიპის ნერგს. ეს არის განტოტვილი ორწლიანი კლასიკური ნერგი, რომელიც ფაქტობრივად არის ხე, ნერგიც არ არის. და ამის უპირატესობა ის, რომ დარგვის წელსვე ეს ხე დაიწყებს ნაყოფის მოცემას. ახლა გამემხილე საიდუმლო რა ღირს ეს ნერგი? თვითღირებულება ნერგის საქართველომდე არის 10 ნახევარი ლარი 10 და 50 თეთრი და პლუს ემატება კომპანიის მომსახურება. ნუ ერთი ბედნიერება რომ დღეს გადაურჩით. ამ შემთხვევაში ეს კარგად შეამცირებდა. ჩვენ თავრობას ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ამისთვის, რომ ნერგი ზოგადად გაანთავისუფლეს დღეს გადასახადისგან და ამან მკვეთრად შეამცირა ნერგის ღირებულება ზოგადად ევროპიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ტრანსპორტირების დროს. არც ისე არის იაფისი ამონება. არც ისე არის იაფისი ამონება, მაგრამ თუ ახლა შევადარებთ ამით ძლიერ მხარეს, ჩვეულებრივი ძლიერ საძირეზე, რასაც თქვენი კითხეთავთ, ძლიერ საძირეზე გაშენებული ბაღის შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო პლუსი არის და მოკლედ გეტყვით და აგიხსნით რატო. სასტარტო მოსავლიანობა რო დავითვალოთ, ესე იგი პირველ წელს გვაძლევს თვითონ ნერგი, სადღაც დაახლოებით გექტარზე ერთ მცენარეზე კილო ნახევარ 1 კილო მოსავალს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1 გექტარზე მიდის 1700-დან 2500 ნერგამდე, ჩათვალეთ, თქვენ გაქვთ სადღაც ტონა ნახევარი 2 ტონა მოსავალი პირველივე წელს, მეორე წელს თითეული ძირი სუმცირე გვაძლევს 8 კილო მოსავალს, 8-დან 10 კილომდე, მესამე წელს გვაძლევს უკვე 15-20 კილოგრამ მოსავალს და უკვე მესამე წლიდან სტარტს რო აკრიფავს საბოლოო ჯამში ვერ გააჩერებ 4-5 წელიწადში ეს მოსავალი არის სადღაც 60-70 ტონა ხარისხიანი მოსავალი. ახლა შევადაროთ რა ხდება ძლიერი ზრდის საძირეზე. მეოთხე წელს სადღაც გამოჩნდა ერთი ვაშლი და გვიხარია რომ ერთი ვაშლი გვაქვს, სადღაც მე-7 წელს იწყებს მოსავლის მოცემას. აი ეს არის ის პლუსი ამ ნერგის ღირს უდავოდ. ნამდვილად ღირს. ასეთი ტიპის ნერგს არ ჭირდება ნიადაგის ღრმა დამუშავება. ანუ რასაც ვეძახით ნიადაგის ღრმა ხვნას, ეგრეთ წოდებულ პლანტას, კი, ფესვთა სისტემიდან გამომდინარე. ანუ ასეთი ნერგისათვის სასურველია, რომ მოხდეს ნიადაგის ზედაპირული დამუშავება, ჩვეულებრივად 20-25 სანტიმეტრის სიღრმეზე, ან დაფრეზვა, ან ღრმად ნიადაგის ღრმა გაფხვიერება. ორმოებიც არ უნდა იყოს ღრმად ამოღებული. მნიშვნელოვანი პრინციპი არის ის, რომ ორმო უნდა იყოს 15-20 სანტიმეტრის სიღრმეზე ამოღებული, რადგან ეს მას არ გააჩნია მთავარღერძ და ფესვთა სისტემა და ეს ფუნჯა ფესვი ლოკალიზებას ახდენს ნიადაგის ზედაპირულ შრეებში. მცენარეთა შორის მანძილები, ანუ ერთი მცენარედან მეორე მცენარემდე მანძილი სხვადასხვა არის ჯიშების ზრდის სიზრედიდან გამომდინარე. საერთოდ ზოგადად მერყეობს 1 მეტრიდან 1.5 მეტრამდე მცენარეთა კვების
არე. მაგრამ ამ შემთხვევაში მეტრა 20 გვაქვს ჩვენ აღებული მცენარეთა შორის მანძილი და 3 მეტრი გვაქვს რიგთა შორის მანძილი. მოდი ახლა თვითონ უშუალოდ პროცესი ვნახოთ როგორ ირგვება ეს ენერგი. გავაკეთოთ, გავურგოთ ენერგი, კი ბატონო. წყალის მიხმარება არ ჭირდება? წყალის მიხმარება ჯერ არ ჭირდება, იმიტომ რომ როცა დავამთავრებთ დარგვას წვეთოვანი მოწყვის სისტემით მოხდება ამის მოწყვა. ანუ მნიშვნელოვანი პრინციპია რომ ჩვენ შაბლონი გვაქვს გაკეთებული და ვიცით უკვე როგორ გავთ ნერგს. ერთი წუთი გაჩერდით ბატონო დავით, მოვახდინოთ მოტკეპნა, ნერგის გასწორება. აუცილებელია რომ ფესვთა სისტემა მჭიდრო კავშირში იყოს ნიადაგთან. როცა დავამთავრებთ ამ რიგის დარგვას, მე წვეთოვანი მოწყვის სისტემას გავშლით, ან ინდივიდუალურად, ვისაც წვეთოვანი მოწყვის სისტემა არ აქვს, თითოეულ ძირზე წვიმიანი ამინდის რო იყოს, აუცილებელი არის 20 ლიტრა წყლის დასხმა. წვიმიანი ამინდის შემთხვევაშიც კი. აი უკვე ჩვენ დავურგეთ ეს ენერგი და უკვე ნიადაგის ზედაპირიდან ყნობის წერტილი დარჩა დაახლოებით 10-15 სანტიმეტრი. რატო ვაკეთებთ ამას? ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის ბაღებისათვის, იმიტომ რომ თვითონ ყნობის წერტილი განსაზღვრავს ენერგიის ზრდის ინტენსივობას და ხარისხს. რაც უფრო მაღლა არის ყნობის წერტილი ნიადაგის ზედაპირიდან, მით უფრო კარგად იზრდება ხე, მით უფრო ლაღი არის და უფრო მეტ მოსავალს იზრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ხეების დასრული ხეების მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 2 მეტრ ნახევარს, ალბათ თქვენთვის გასაგები იქნება, რატო ვაკეთებთ ამას. იმიტომ რომ აქ ჭირდება ჩვენ აქ ტრაქტორი, საკრეფი მანქანები და ასე შემდეგ. და სახალისო არის ძალიან ასეთ ბაღებში მუშაობა. მე როგორც ხედავ, აქ მარტო ვაშლით არ შემოიფარგლე და მსხალიც. თქმა უნდა, ჩვენ მსხალიც დავურგეთ, იმიტომ რომ რეგიონი ზოგადად ცნობილია ვაშლის და მსხლის წარმოების თვალსაზრისით და ასეთი მსხლის ენერგი პირველი არის მართლა რეგიონში. ეს არის თვითონ ჯიში აბეტეფეტელი, საერთოდ საქართველოსთვის უცნობი ჯიში არის, მაგრამ ევროპულმა დაკვირვებებმა და გემურმა თვისებებმა გადაგვაწყვეტინა, რომ საქართველოშიც გავრისკოთ და ჩვენ ვიყოთ ამ საქმის პიონერები და ანუ ფერმერს არ შემოვახვიოთ ჯერ თავზე ეს უცნობი ჯიში, ჩვენ გავსინჯოთ, გამოვცადოთ როგორ იქნება და მერე შევთავაზოთ ფართო ბაზარს. ეს სარი თვითონ ზოგადად არ მაგდება ნიადაგში ღრმად. სცენარის ვასწორებთ, ამის დანიშნულებაც ის არის. მაგისტვის ვაკეთებ. კი, მაგისტვის ვაკეთებ და ოდნავ ვსვამთ. აქ სპეციფიკური რეზინი არის გამოყენებული მისამაგრებლად, თქვენ ხედავთ, ეს არის ზუსტად მეხილეობისთვის საჭირო მასალა. ეს არის წელვადი რეზინი. კი, საკმაოდ საინტერესო და კომფორტულია, იტალიური წარმოშობის არის და ამის პრინციპი და პლუსი რა არის, როცა ჩვენ ეს რეზინაც რაღაც რომ მითხრა კარგი. სადღაც 100 მეტრის ღირებულება არის 20 ლარამდე ღირს 100 მეტრი, მაგრამ მეწმუნეთ რომ ეს არის ძალიან კარგი რაღაცა. კი, თავისთავად აღარ შეუშლის. კი, აღარ შეუშლის, აი როცა ხდება უკვე მიმაგრება თვითონ მე როცა იზრდება შტამბი, აი თქვენ ხედავთ როგორ მოძრაობს და გარდა ამისა ამას პლუსი ის არის რომ ქარის დროს გადატეხვა არ ხდება ენერგიის, იმიტომ რომ დრეკადია და მიყვება ელასტიურად თვითონ ენერგს იმ საყრდენ სისტემას. რამოდენიმე ადგილზე ვამაგრებთ ამ იმას მცენარეს და მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ თვითონ ზემოთ უნდა იყოს მიმაგრებული. აქ მე მოგეხმარები. კი, მომეხმარე ნამდვილად უფრო მაღალი ხარ ჩემზე. მაგრამ არასწორად აკეთებ. აბა როგორ უნდა გავაკეთოს? ერთი წუთი, აი. ყველა საქმე ცოდნა უნდა. აი, ასე. ანუ ეს უნდა იყოს ერთი მხარე გადმომზარი, მეორე მხარე ქვედა მხარეს და უნდა მიიღო. მე რა არის? ასეთი ტიპის ბაღებისთვის სახტენის სისტემა აუცილებელი არის, იმიტომ რომ სახტენმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ენერგიის მდგრადობა, ქარისადმი და სხვადასხვა მექანიკური დატვირთვებისათვის და გარდა ამისა, თვითონ მცენარე როცა დაიწყებს მოსავლიანობას, სახტენმა სისტემამ უნდა დაიკავოს მცენარე, რადგან როგორც ვიცით, ამას ფესვთა სისტემა ზედაპირულადაა განვითარებული და რომ სახტენის სისტემა რო არ გაუმართო და შეუდგათ მცენარეს, ეს თავს ვერ დაიმორჩილებს და მოხდება და ძვირი დაჯდა. სახტენის სისტემა ზოგადად
ძალიან ძვირი არ ჯდება. ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ რახანახად ამას ქვია აგროკომის სადემონსტრაციო ნაკვეთი და ჩვენ რაღაც პრეტენზია გვაქვს, რომ ფერმერებს ვაწვდით ხარისხიან პროდუქტს, თავაზობთ ხარისხიან მომსახურებას, ბაღიც შესაძლებლიც და გვარად ვცდილობთ რომ იყოს საჩვენებელი, თორე ზოგადად ეს სისტემა, ახლა რასაც ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივად რკინის ბოძი, შეიძლება ჩანაცვლებული იყოს აკაციის ბოძიც, რომელიც არის ძალიან იაფი, ძალიან ხელმისაწვდომი დასავლეთ საქართველოს პირობებში განსაკუთრებით. ჩვენ ძირითად ბოძს ვამაგრებთ 800 მეტრის დაშორებით და სადღაც დაახლოებით გექტარზე აქედან გამომდინარე გვჭირდება 300 ცალი ბოძი. სასურველო ბოძის სიმაღლე იყოს 2 მეტრ-ნახევრიდან 3 მეტრამდე და ბოძი ნიადაგის სიღრმეში მაგდება 70 სანტიმეტრის სიღრმეზე. ბოძის მდგრადობისათვის ასევე ჩვენ გვჭირდება ღუზები, ანუ სპეციალური ნიადაგში ჩასახნახნი ღუზა არის, რომელსაც ვამაგრებთ ნიადაგში და ბოძის მდგრადობის თვალსაზრისით ჭიმავთ მართულს ამ ღუზაზე. აქედან გამომდინარე საღტენის სისტემა უფრო მყარია და ქარსაც უძლებს და სხვა დატვირთვებსაც. აი თქვენ ხედავთ ახლა როგორ მყარად დგას თვითონ ეს საღტენის სისტემა ზედაპირზე და ამას უზრუნველყოფს ეს ღუზა. ღუზა აუცილებელი არის ასეთი ტიპის ბაღების განვითარებისთვის და საღტენის სისტემებისათვის. გარდა ამისა, მე ჩვენ გვჭირდება მავთულის დამჭიმი მოწყობილობა. ესეც არ არის ძალიან ძვირი სიამოვნება, ეს სადღაც დაახლოებით 8 ლარამდე ღირს. ამ მოწყობილობით ჩვენ ჭიმავთ მავთულს და მავთულის სიმტკიცეს საზღვრავთ მავთუმის დამჭიმის მოწყობილობით. რადგან მავთულის სიმტკიცე განსაზღვრავს მე ბამბუკის დგომას, ხარისხს, რა თქმა უნდა, ნერგის სიმყარის და მე გვჭირდება ინდივიდუალური საღტენი ბოძი. ეს ბოძი შეიძლება იყოს ხის ბოძი, გარბილებს ოეძახით, ეგრეთ წოდებული გარბილი რუა და ყველაზე რეკომენდირებული არის ბამბუკის ბოძი, რომელიც ძალიან იაფია, სადღაც დაახლოებით 30 თეთრამდე ჯდება. ბამბუკის და ბოლოს იული მოსაყვანია. იოლის მოსაყვანია, კი, მრავლდება მარტივად. ბოძის ბამბუკის სიმაღლეც სასურველია რომ იყოს 2 მეტრ-ნახევარი, 3 მეტრი და რადგან მოხდეს კარგად დაფიქსირება მცენარის ბამბუკთან და გვჭირდება სამაგრი ლენტი, რომლითაც ვაფიქსირებთ მცენარეს 60 ადგილზე. ბამბუკმა რო არ იმოძრაოს, ვამაგრებთ, ვაფიქსირებთ ბამბუკს მავთულზე. რაც შეეხება ახლა ამის სხვა ფორმირებას. ამის სხვა ფორმირება არის ძალიან მარტივი. პირველ წელს ფაქტიურად ამის სხვა ფორმირება არ ხდება, ძალიან უმნიშვნელო ელემენტებს თუ არ გავითვალისწინებთ ენერგიის დარგვის დროს, სადაც გამხმარია, ან ენერგიის ტრანსპორტირების დროს მოხდა ენერგიის გადატეხვა და ასე შემდეგ. და ზოგადად მხოლოდ დაზიანებულ ნაწილებს ვაცლით, მაგრამ აუცილებელია პირველ წელს ცენტრალური ლიდერის დამაბკოლებელი ტოტები, რომელიც გამოდის ცენტრალური ლიდერი კუთხიდან ახლოს, ჯობია მოიჭრას. არ უნდა მოიჭრას ძალიან ახლოს, უნდა მოხდეს სადღაც დაახლოებით 1 სანტიმეტრის დაშორებით მცენარის მოჭრა და უნდა დარჩეს დაახლოებით სანტიმეტრიანი, სანტიმეტრ-ნახევრიანი ჭრილობა. სხვა ამ შემთხვევაში წელს ამას ჩვენ არაფერს არ უკეთებთ, ჩვეულებრივად ვტოვებთ მცენარეს და მომავალი წლის ფორმირებისათვის ვამზადებთ ნერგს. ახლა ამ შემთხვევაშიც აქ მცენარე კარგად არის განტოტვილი, ვარჯი კარგად არის განვითარებული, უბრალოდ თქვენ ხედავთ, რომ ცენტრალურ ლიდერს კონკურენციას უწევს სხვა ლიდერული ტოტი, ვარჯი. ამ შემთხვევაში ამასაც ვაჭრით და პრინციპი იგივეა, ჩვეულებრივად სანტიმეტრ-ნახევარი, 1 სანტიმეტრი რჩება გადაჭრის ადგილიდან და ამას ჩვეულებრივად ძირითადად ეს სხვა ფორმირება როდის ხდება? ძირითადად სხვა ფორმირება შესაძლებელია შემოდგომის შემდგომ, როცა ნაყოფს ავიღებთ, ფოთოლიც გაცვინდება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების თვალსაზრისით უფრო პასიური სეზონია, ფერმერს შეუძლია რომ სხვა ფორმირება დაიწყოს დეკემბრიდან, იმიტომ რომ სხვა ფორმირება 35 გრადუს ყინვამდე არის დასაშვები და -35 გრადუსი კიდე შიდა ქართლის რეგიონში ეს არის რეკორდული ყინვა, რომელიც ალბათ არც ფიქსირდება და არც დაფიქსირებულა ბოლო 15-20 წელიწადი არის. არც გვინდა სიმართლე რო გითხრა. ეს რაც შეეხება ზოგადად მხარს. ვაშლის შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაცია გადავინაცვლოთ ვაშლზე. ვაშლშიც ეს არის განტოტვილი ენერგია,
ამასაც ხელს არ ვკიდებთ, რა თავარი არის ფერმერების შეცდომაში შედიან ძველ ბაღებზეც და ახალ ბაღებზეც, იქიდან გამომდინარე, რომ აჭრიან მეჭედს და სანაყოფელ წყეპლას, ეს არის ვაშლისათვის ძირითადი სასიცოცხლო ძალა, რადგანაც განაპირობებს სანაყოფელ წყეპლა და მეჭეჭი ვაშლის მსხმოიარობას და ამას თუ მოვაჭრით ჩვენ, ამ შემთხვევაში მოსავალს აღარ უნდა ველოდოთ. ამ შემთხვევაში ახლა ხე ნორმალურია, წელს ეს მოსაჭრელი არის, მაგრამ ტოვებთ, იმიტომ რომ ვარჯი არ არის მაინც და მაინც დატვირთული, მაგრამ მომავალ წელს ამას აუცილებლად მოვჭრი, მაგრამ ამას მოტეხილი არის აქ ნერგი, გადატეხილიას და აუცილებლად ამას გადავჭრი, იმიტომ რომ ტრანსპორტირების დროს ნერგი ზიანდება მაინც, იმიტომ მაცივით ხდება ამის ტრანსპორტირება, სამაცივი კონტეინერით და ნერგი მაინც ზიანდება. რა თქმა უნდა, ეს ნერგი არის ახლა სრულყოფილი ნერგი, ამას ტოვებ ჩვეულებრივად და აი ამასაც ტოვებ და აქ თქვენ ხედავთ, რომ ლიდერს უშლის ხელს სხვა ტოტი და ამ ტოტს აუცილებლად მოვაჭრი და წელს არაფერს არ ვკიდებ, ამას ხელს არ ვკიდებ ხელს, როცა დამორჩება ნერგის დარგვა, გაიშლება სარწყავი სისტემა და წვეთობრივი მოწყვის გზით მოხდება სასუქების მიწოდებაც, რატო გვიადვილებს საქმეს? კი, კვება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ვაშლის კვება რეგიონში როგორც ძველი ბაღებისათვის, ისე ახალი ბაღებისთვის, იმიტომ რომ წელს იყო პრეცედენტები, როცა ვაშლი მოკრიფეს, შეიტანეს საწყობში და მერე მოხდა ვაშლის ეგრეთ წოდებული დაჩითვას ეძახიან გაფუჭება ნაყოფის. რამ გამოიწვია ეს? ანუ არ იყო მცენარე კალციუმით უზრუნველყოფილი, კალციუმიანი სასუქებით უზრუნველყოფილი და ამან შენახვის პირობებში გამოიწვია კალციუმის ნაკლებობამ შენახვის პირობებში გამოიწვია სასაწყობო დაავადებების განვითარება და ვაშლმა ის სასაქონლო ხარისხი დაკარგა, რაც ბაზრისათვის იყო განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, კვება ძალიან მნიშვნელოვანი ნიჭება ზოგადად ასეთი ტიპის ბაღებშიც და ჩვეულებრივი ტიპის ბაღებში. კვებისათვის საერთოდ ზოგადად ვაშლზე იქნება ეს თუ მსხალზე მნიშვნელოვანია აუცილებლად ძირითადი სასუქები, რასაც ძირითად ელემენტებს, ეს არის აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, ანუ NPK და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ბორის შემცველი სასუქები, მანგანუმის შემცველი სასუქები და კალციუმის შემცველი სასუქები. და შეტანა როგორ ხდება და რამდენჯერ უნდა შევიტანოთ? აქვს სხვადასხვა ტიპის სასუქები, როგორიც არის წვეთოვანი მოწყვის გზის მისაწოდებელი სასუქები, ფოთლოვანი კვებისათვის გამოსაყენებელი სასუქები, ასევე არის ძირითადად ნიადაგში შესატანი სასუქები. სხვადასხვანაირად ხდება კვება, ძირითადი განოყიარება ხდება NPK-ს, რასაც ვეძახით აზოტი, ფოსფორი, კალიუმი შემოდგომაზე, მაგრამ წეს ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ნორვეგიიდან შემოგვეტანა NPK-ს ახალი ფორმა, უფრო სწრაფად ხსნადი ფორმა, რადგან მოგეხსენებათ, რომ ფოსფორი და კალიუმი შედარებით რთული სასუქებია და ის ნიადაგში შეტანიდან არ იხსნება ისე სწრაფად, როგორც აზოტი და მას ჭირდება გარკვეული მონაკვეთები, გარკვეული დრო და მცენარეს ფორმირებაში, როცა ჭირდება აზოტი და კალიუმი, ის გაუხსნელ მდგომარეობაში არის ისევ და ართულებს მდგომარეობას. აქედან გამომდინარე გამოსავალი ნახეთ ჩვენ ნორვეგიული სასუქების სახით. ეს სასუქები არის სწრაფად ხსნადი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტანიდან ძალიან ადრეულ ფაზაში გადადის ხსნად მდგომარეობაში, ძირითადი განოყიარება ხდება ასეთი ტიპის NPK-ის სასუქებით და შემდგომ უკვე ძირითად აქცენტს ჩვენ ვიღებთ ფოთლოვანი კვების სასუქებზე და წვეთოვანი მოწყვის სასუქებზე. ანუ ყვავილობის წინ ინტენსიურად ჩვენ ხმარობთ ბორის შემცველ სასუქს, ეს შეიძლება მიწოდებული იყოს როგორც ფოთლიდან კვების სახით, ასევე წვეთოვანი მოწყვის გზით. ყვავილობის დამთავრების შემდეგ არსებობს მიკროელემენტების ნაკრების სასუქები, სხვადასხვა ფირმები აწარმოებენ ამას. ვივიყენებთ ამ მიკროელემენტების შემცველ სასუქებს, რომელიც კომპლექსში ამდიდრებს მცენარეს, სტიმულს აძლევს ნაყოფების ფორმირებას, მედექს სხვადასხვა დაავადებების მიმართ და შემდგომ უკვე როცა ვაშლის ფორმირება დაიწყება და ნაყოფი სიმწიფისკენ გადავა, აუცილებლად ხმარობთ მანგანუმის შემცველ სასუქებს და კალციუმიან სასუქებს. კალციუმიანი სასუქები ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ვაშლის კვებისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი ნაყოფი და შენახვის პირობებშიც უფრო მედეგი იყოს და მდგრადი იყოს ნაყოფი და გაძლოს დიდხანს და სასაქონლო სახე შეინარჩუნოს უფრო მეტ ხანს.
თუ ნიადაგს ჭირდება გარკვეული მიხმარება სასუქების სახით, ანუ არ არის მიკროელემენტები ჭარბი რაოდენობით, როგორც საჭიროა. ამ შემთხვევაში ჰექტარზე რამდენი დამჭირდება თანხმობრივად? მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორი, რომ ჩვენ საერთოდ ზოგადად ვისწავლოთ ფერმერებმა ნიადაგის ანალიზის, აგროქიმიური ანალიზის ჩატარება, იმიტომ რომ ნიადაგის აგროქიმიური ანალიზი არის ჩვენი სახელმძღვანელო სასუქების გამოყენების თვალსაზრისით და თანხების კალკულაციის თვალსაზრისითაც. შეიძლება ჩვენ გქონდეს ისეთი ტიპის ნიადაგი, რომ სასუქების გამოყენება ფაქტიურად მინიმალურ დონეზე იყოს შემცირებული და ამან ბაღის წარმოების თვალსაზრისით ძალიან დიდი ეკონომია და ეკონომა მოქცეს თვითონ სასუქების გამოყენებაზე. ზოგადად სასუქების გამოყენება მით უმეტეს ბოლო პერიოდში რაც შემოვიდა ბაზარზე ფოთლოვანი კვების სასუქები და წვეთოვანი მოწყვის სასუქები ზოგადად არ არის ძვირი სიამოვნება, მაგრამ სცენარისაც ჭირდება. სადღაც სავარაუდოდ თუ ფოთლოვან კვებას გულისხმობთ ჩვენ ჰექტარზე სეზონის განმავლობაში ალბათ საჭირო იქნება სადღაც დაახლოებით 150-200 ლარის ღირებულების სასუქები. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი რომ მივიყვანო, ესეთი ბაღი რომ გავაკეთო, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას რომ ვაწარმოებდე, ამ შემთხვევაში თუ დამეხმარებათ თქვენი ჯგუფი. ჩვენი ჯგუფის სიამოვნებით დაგეხმარებათ, მაგრამ აქ აქცენტი კეთდება მაშინ ენერგზეც. ენერგიც უნდა იყოს ბიო. ანუ ეს არის სტანდარტული ენერგი. ევროპაში სანერგების კლასიფიცირება ხდება ორი მიმართულებით. სტანდარტული დიდი სანერგემეურნეობები აწარმოებენ დიდი ფერმერებისათვის და არის ბიოსანერგემეურნეობა, რომელიც აწარმოებს აუცილებლად ენერგს ბიოლოგიური ფერმერებისათვის და ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე პირებისათვის. მაშინ თქვენ ენერგიც უნდა გქონდეთ ბიოლოგიურად სუფთა, რომ დაიწყოთ ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარება თქვენ ფერმერულ მეურნეობაში. საკონსულტაციო ცენტრს მივამაგრეთ უკვე გაყიდვების ცენტრით, სადაც ფერმერებს უკვე თავაზობთ ევროპული ხარისხის პესტიციდებს, სასუქებს, თესლებს, მებაღეობის ინვენტარს, ვაწვდით კონსულტაციებს, ინფორმაციას და რაც თავარი არის ჩვენ ცენტრში ფაქტიურად რეგიონში მართლა პირველი თანადმინდა შემიძლია თქვა რომ პირველი ცენტრი ვიყავით, რომელმაც ფერმერ შეთავაზა განვადების სერვისი. ანუ ეს არის ფერმერისთვის ძალიან დიდი რაღაცა. განვადების სერვისი ფერმერისთვის ეს არის მისწრება, როცა სეზონი იწყება აქტიური სეზონი, ფერმერს თანხის მობილიზება ყოველთვის უჭირს და ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა ბანკებთან ერთად ეხმარება ფერმერებს, რომ მათ აიღონ ეს საშეღავათო პერიოდით განვადება, ისარგებლონ სერვისით, წაიღონ პრეპარატი ჩვენგან და 6 თვის მერე ან 9 თვის მერე როცა ფერმერს აწყობს თანხის გადახდა, მაშინ დაფარონ საშეღავათო პერიოდის თანხაც და ძირითადი თანხაც. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად მოსავლის აღების დროს შეუძლია რომ რა თქმა უნდა, ან მოსავლის აღების დროს, ან მოსავლის უშუალოდ რეალიზაციის დროს თვითონ ფერმერმა უნდა გადაწყვიტოს. ანუ შეთანხმებადია. შეთანხმებადია ბანკთან რამდენ თვიანი საშეღავათო პერიოდი ჭირდება. ბანკი ფერმერს თავაზობს მისთვის ხელსაყრელ პირობებს. არის 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი, 6 თვიანი, 9 თვიანი და ფერმერი ირჩევს მოსახერხებელი გრაფიკს და ამ გრაფიკის მიხედვით ფარავს ძირითად თანხას და პროცენტსაც ფარავს. და ინფორმაციის სწორად მიწოდება ხდება ფერმერისთვის. ანუ კონსულტაცია არის ნებისმიერ დონეზე გამარტივებული და ძალიან ადვილად აღსაქმეული ფერმერისთვის. ყოველწლიურად ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს სხვადასხვა ტიპის კატალოგებს, როგორ სახის პესტიციდია, რა აქ მისი ეფექტურობა, როგორ უნდა გამოიყენოს ფერმერმა, დეტალური ინფორმაცია არის მოცემული თითოეულ პრეპარატზე, ასევე სხვადასხვა კულტურების დაცვის სქემებზე, მაგალითად კონკრეტულ შემთხვევაში ვაზის დაცვის სქემა, მთლიანი დაცვის სქემა არის მითითებული, ასევე ატმის დაცვის სქემა და სხვადასხვა კულტურების, რომელიც აქტიური არის რეგიონში. გარდა ამისა, გამოუშვით წელს ბროშურა, რომელიც არის ხილის წარმოების ტექნოლოგიებზე, ინტენსიურ ტექნოლოგიებზე და აქ თავმოყრილი არის ძირითადი ის კულტურები, რომლებიც რეგიონშია წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, მებოსტნეობაც არ დაგვავიწყდა და მებოსტნეობაზეც ფერმერებს თავაზობთ უსასყიდლოდ ასეთი ტიპის ბროშურებს. თავარია მათ წაიკითხონ, მიიღონ სწორად ინფორმაცია და სწორად გადაწყვიტონ თავისი მეურნეობის განვითარება. ანუ ფერმერი ჩვენთან რომ მოდის, იღებს სერვისს, რომელსაც ქვია კარგი საკონსულტაციო მომსახურება, ევროპაში ეძახიან კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. გაიხარეთ. ურმესი მადლობა. წარმატებებს თქვენ, გაიხარეთ. უხმოსავალს. გაიხარეთ გეპატილებით შემოდგომაზე.